ჩემი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დავიცავ ყველა არტისტს, ჩემი იქნება თუ სხვისი იქნება და ყველა მაყურებელს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ანაჩენი წინ მიდგას პატრული და 30 ტიპი დუბინკით ცემს და უყურებენ თო. შენ ხვალწინ კაც დედა სემაჩი მოკა 30-მა კაცმა და შენი პასუხი არის რომ გვარდა კინახია. აქეთ გვაქვს თავისუფლება მოკლედ და იქით გვაქვს ყოველად ბანალური აი სუფთა სახის ძალადობა. მე არ მინდა თქვენგან თავი დავიცოთ, თქვენ და მიცავდეთ მე ხალხთან. ეს გადის ყველაფერი სინდისზე და რწმენაზე და ყველას ყველაფერი მოეკითხება. სინდისი მოკითხება. ერთი მაგალითი ყველა თეატრს განსაკუთრებით რეგიონებში რომ მათაც შეკრიბონ ხალხი და მათაც გააკეთონ იგივე განცხადება. მე მგონია რომ თეატრი რომელიც არ გრძნობს პულსაციას ცხოვრების ის თეატრი აღარ არის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საიდან ამბობს სიმართლეს. ეს არის შემოგარვა არ მინდა. ბატონო ვასილი, ტირანია, რასაც მართავ ხედავთ ქუჩაში. არ ნახული სურათები, რომელსაც ხედავთ. დარბევის, წამების, დაცინვის, რაც თავარია და ჟურნალისტებზე თავდასხმის, რომლებიც არიან სიმბოლო გამოხატვის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლებას ესხმის თავს ეს ხელისუფლება, როგორც ჩვეულებრივი პუტინის მოხელე. მე ვთვლი რომ თეატრმა უბრალოდ სხვა სცენაზე გადაინაცვლა ამ შემთხვევაში. გათავისუფლდნენ იდეალებისთვის და სამშობლოს მომავლისთვის მებრძოლი აქციების დროს დაკავებული უკანონო პატიმრები და შექმნეს მათ წინააღმდეგ დაწყებული ყველა საქმე. შექმნეს ბევრმა, შექმნეს ძალმომრეობა, დასრულდეს ძალადობის პოლიტიკა. ჩვენ გიორგი შაუტაშვილს პიროვნულად არაფერს არ ვთხოვთ. ჩვენ ვთხოვთ მას ინსტიტუცი, როგორც ინსტიტუციის წარმომადგენელს, გააკეთოს განცხადება დაკავებულ სახიობებზე, გააკეთოს განცხადება ნაცემ მოქალაქეებზე, რომლებიც არიან ჩვენი მაყურებლები, ჩვენი ნათესავები, ჩვენი ახლობლები და ჩვენი მეგობრები. მაინტერესებს ჩვენ რას ვიგობ აი ამ პროცესს რა, როცა ხედავთ საქცეულ ადამიანს როგორ უჭამს პოლიცია. სადაც ძალადობა ვისი მხრიდან ვისი ძალადობა აი იგივე ამბობ ბატონო ის რო თქვენ ეხა ღიად ვერ ლაპარაკობ ეს არის ამ ხელისუფლების ბრალი რომ თქვენს ესეთი საპატივცემულო ადამიანი აქ გეხარ და პირდაპირ პოზიციის დაფიქსირება გეშინია სიცხვილია ამდენი ხანია უბრალოდ ვერ პოზიცია მერაფიქსირება გეშინია უკანასკნელ წვეთამდე დავიცავ ყველა არტისტს, ჩემი იქნება თუ სხვისი იქნება და ყველა მაყურებელს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ანაჩენი შეიძლება თეატრი იყოს აპოლიტიკური. გამორიცხული, მაშინ რისთვის ვლაპარაკობ, ან რაზე ვლაპარაკობ. რა თქმა უნდა, თეატრი უნდა იყოს აპარტიული, ეს ორი სხვადასხვა რამეა. თუმანიშვილის თეატრი ემიჯნება ძალადობას, უკანონო დაკავებას, იმ ადამიანების წამებას, ვინც არის ნაწამები და ხედავთ ჩვენ აი აგერ პლაკატზე რა სახეებია. რა თქმა უნდა ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, არა მარტო თუმანიშვილის თეატრისთვის,
არამედ არ ვიცი, ვინმე თუ შეიძლება არსებობდეს, რომ ეს იყოს მისაღები და აქედან გამომდინარე ჩვენ რა თქმა უნდა ყველა დაზარალებულს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც მოექცნენ არაკონსტიტუციურად, არასამართლებრივად, ხო უცხადებთ სოლიდარობას. კარგად განდებოდეთ. წარმატება ჩვენ ქვეყანას. კარგად. აი ყოველწულს ტელეფონი რო რეკავს მეშინია რომელი დაიჭირე. აი ახე ურმანს მივწერე თუ დავიდე. ურმანი ხოჭა. ძალიან. ურმანი მართლა ხოჭა. აი ძალიან. აი ნახე. ძალიან ისე კონკრეტულად აი ეს. ეხლა ვიფიქრებ თუ ხომ მისია და მივწერე რომ ურმანი ეხლა ამ დროს ჩინეთის სასამართლოზე ვარ. უამრავი ხალხია და ეს გავრცელდა და ყველა კითხულობს და ყველას როგორ უხარია შენ არიცი მადლობა დამირეკა და მითხრა რომ თუ რამე შემიძლია და ბედნიერია და მე დამირეკა გოგა ბარბაკაძე მომწერა აი რო იცოდეთ მაინც ეს არის ახლაც თეატრში ვარ იმიტომ დაურეკე გუში ღამე ესა ყველა მიცის რომ ეს კარი არ უნდა დაიკეტოს რაც არ უნდა თქვას აქ შიგნით რაზეც ეჭვმეპარება რომ ვინმემ რამე თქვას და გაბედოს საპირისპირო ეს კარი იქნება ღია მე ჯერჯერობით აქ ვარ როდესაც არ უნდა იყოს თავისუფალის კარიც ღია თუ დაჭირდეთ იქაც შეგიძლიათ მიხედეთ გათქვეთ რა არ დამთავრდება სანამ არ დამთავრდება თავისუფლების გამარჯვებით. ამაში დარწმუნებული ვარ.